მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი კალატოზიშვილი, PR სპეციალისტი, რომელიც მონაწილეობას იღებს ცეჰეპატიტის პროგრამებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკაციის კამპანიაში. მინდა წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო 3 და 4 მარტს ბლოგერებისთვის თემაზე ცეჰეპატიტი და მათთან დაკავშირებული სტიგმა დისკრიმინაცია. პირველ ყოვლისა მინდა გადავუხადო ყველა ბლოგერს მონაწილეობისთვის დიდი მადლობა და იმ ინტერაქციისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს სემინარზე. ხოლო უკვე შემდგომ მინდა წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია და დავიწყებთ ბუნებრივია ჩვენი მოწოდებით, ჩვენი სლოგანით, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. ეს არის იცოდე, შეცვალე, დაიცავი, რომელიც შემუშავდა საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის მიერ და ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც მონაწილეობს ამ კამპანიაში, უკვე წლებია. ბუნებრივია რა უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ იმ დაავადების ინფექციის შესახებ, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს და ბოლო დროინდელი კვლევების შედეგად ცალსახად ჩანს, რომ საქართველოში დაახლოებით 200,000-მდე არის დაავადებული ამ ინფექციით. უნდა ვიცოდეთ ის რისკ ფაქტორები და გადადების გზები, რომელთა პრევენციის შედეგად ჩვენ თავს დავიწყებთ ამ ინფექციისაგან. შეცვალე მეორე საფეხური, უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ბუნებრივია, როდესაც ჩვენ გავიგებთ გადადების გზების შესახებ, იმიტომ რომ გამყარებული სტერეოტიპის წყალობით ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ინიექციური ნარკოტიკების შედეგად შესაძლებელია ამ ინფექციით დაავადება, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არის გამყარებული სტერეოტიპი და შესაბამისად უკვე ამის შედეგად გარკვეული დისტანციას იჭერს საზოგადოება პრობლემისაგან. როგორც კი შეიცვლება დამოკიდებულება, შეიცვლება ჩვენი რწმენა, შეიცვლება ჩვენი ინფორმირებულობის დონე, ბუნებრივია შეიცვლება ამ პრობლემისადმი დამოკიდებულებაც. და მესამე, დაიცავი. დაიცავი საკუთარი პოზიცია, დაიცავი საკუთარი მოქალაქეები, დაიცავი დაავადებული სეგმენტი იმ საფრთხეებისაგან, რომელიც შეიძლება მოიტანოს სტიგმა დისკრიმინაციამ, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტორია განსაზღვრელი იმისა, თუ რამდენად მარგინალურად თulit ჩვენ დაავადებულ ჯგუფებს. მოდით გადავიდეთ პრეზენტაციასთან. თქვენ ხედავთ რესურსს, რომელიც წყაროთ მინიშნებულია, ეს არის ჰეპატიტის C-G, რომლისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონს ვიატკირტავას და მის ჯგუფს, გუნდს, რომელმაც შეიმუშავა მაქსიმალურად ამოწურავი რესურსი ჰეპატიტის შესახებ და ჩვენ ამის პროპაგანდას, ძალკე ამ ვებგვერდის ვახდენთ აქტიურად სოციალურ ქსელებში და სოციალურ მედიაში. აქ თქვენ ნახავთ და იპოვეთ ამოწურავ ინფორმაციას, როგორც დაავადების, ისე ვირუსის გადაცემის გზების, პაციენტების ცალკეული ისტორიების შესახებ და ზოგადად პროფილაქტიკისა თუ დიაგნოსტიკის შესახებ. მოდით გადავიდეთ ცეჰეპატიტთან უშუალოდ და ვიკითხოთ, რატომ უწოდებენ ცეჰეპატიტს ალერსიან მკვლელს. ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ ძირითადად ასე მოიხსენიებენ ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩუმად მზაკრულად ეპარება ადამიანს და არავინ არის მისგან დაზღვეული, მათ შორის ისეთი ცნობილი და ცნობადი ადამიანები, როგორც არის კენ ვატანაბე, მსახიობი. მე ძალიან მომწონს ეს მსახიობი და დარწმუნებული ვარ, თქვენს ძალიან მოგწონთ. სტივენ ტაილერი მომღერალი, ნატალი კოული ასევე დიდი მომღერალი და პამელა ანდერსონი ტელემსახიობი და შოუ ბიზნესში ძალიან ცნობილი პიროვნება. ამ ოთხივესთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია და არ არის გამონაკლისი საზოგადოებაში, ჩვენ მხოლოდ სამაგალითოდ ავიყვანეთ რამდენიმე პიროვნება. საინტერესოა, რომ გადაცემის გზა ინფექციისა იყო სხვადასხვა. მაგალითად, კენ ვატანაბე დაავადდა სისხლის გადასხმის შემდეგ, როდესაც ცნობილია, რომ ერთ-ერთი ფილმის დროს მას ჰქონდა დაზიანება და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სისხლის გადასხმა განხორციელდა, ხოლო სისხლის ხარისხი ამ შემთხვევაში არ იყო დაცული. სტივენ ტაილერი მომღერალი, რომელიც დაავადდა ჰეროინის მოხმარების შედეგად და ალბათ ეს ის შემთხვევა, როდესაც არც ერთ თქვენთაგანში არ იწვევს გაკვირვებას. იმიტომ სტივენ ტაილერი ცნობილია თავისი ნარკოდამოკიდებულებით, თავისი თქვათ ასეთი ცხოვრებით. ნატალი კოული მომღერალი, რომელიც ასევე დაავადდა, რამდენადაც ცნობილია კოკაინის შეყნოსვის შედეგად
და პამელა ანდერსონი ამ შემთხვევაში ამ ჯგუფში ისევე როგორც კენ ვატანაბე, პამელა ანდერსონი არის მსხვერპლი, ვინაიდან დაავადდა ტატუს გაკეთების დროს და ტატუ გაუკეთა მას იმავე ნემსით, რაც მის ყოფილ მეუღლეს ტომ ლის. და ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან ძალიან ბევრს ტატუირება გონია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. მოდით ნახოთ შარშან 28 ივლისს ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გამოკვლევის მიზნით გამოიკითხა 288 მოქალაქე და ყველა მათგანს დაუსვეს 3 კითხვა. ამ ეს კვლევა ჩაატარა HEPA პლუსმა და ახალმა ვექტორმა, ჩვენმა მეგობრებმა, ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების არასამთავრობო ორგანიზაციამ და ნარკომახმარებელთა მიერ შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიკვეთა. მაგალითად, კითხვაზე რა იცით ჰეპატიტის შესახებ 216 ადამიანმა გამოკითხულთა შორის 216-მა თქვა, რომ მას მსმენია ამ პრობლემის შესახებ, 72 კი არასოდეს გაუგია. კითხვაზე რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ჰეპატიტმა 157-მა თქვა, რომ ციროზი და ფიბროზი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმირებულობის, ხოლო 151-მა განაცხადა, რომ არაფერი იცით. მესამე კითხვაზე იცით თუ არა ჰეპატიტის გადაცემის გზების შესახებ 216-მა თქვა, რომ არ იცის, ხოლო 72-მა თქვა, რომ იცის რამდენიმე გზა. მათ შორის იმ 216 ადამიანის შორის, რომელმაც არაფერი იცის გადაცემის გზების შესახებ, არის ალბათ ეს ქალბატონიც, რომელსაც კითხვაზე ჰეპატიტი ამ პრობლემის გაგებაზე ალბათ ერთადერთი რაც მოდის თავში, ეს არის ნარკოტიკების ინიექციური, ან უბრალოდ ინიექციური ნარკოტიკების მოხმარება, რომლის მიმართ ამ ადამიანს აქვს საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება. რეალურად რო ვთქვათ, ანუ მას არ აღელვებს ეს პრობლემა. თუმცა ოდნავ სიღრმისეულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ალბათ გამოიკვეთება, რომ ძირითადად ეს წინასწარ აკვიატებული დამოკიდებულება დისტანცირება პრობლემისგან გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ მან არ იცის გადაცემის გზების შესახებ, მაგალითად აკუპუნქტურა, რომელიც ტრადიციული მედიცინის და მედიცინის ალტერნატივად გვევლინება, თხვისი კბილის ჯაგრისის გამოყენება, რომელიც ხანდახან ღიმილის მომგვრელია ადამიანებში, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, რომლებიც ოჯახში სახლში უყურადღებოდ შეიძლება დაჩნენ, გარკვეულწილად სწორედ მამისა და დედის კბილის ჯაგრის და სხვა ნივთებს იყენებენ, როგორც მათი ძალაუფლებისა და მათი ასაკობრივი, თქვათ, რაღაც ატრიბუტიკის თანაგაზიარების მიზნით. სტომატოლოგიური კაბინეტი, ანუ სტომატოლოგია, რომელთაც სხვათა შორის რამდენიმე ჩემი მეგობარი დაავადდა და განსაკუთრებით იმ სტომატოლოგიურ კაბინეტებში, რომლებიც ეპიდემიოლოგიის სამსახურის არარსებობის გამო უყურადღებოდ არის დარჩენილი უკვე მე-6 წელია, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ანდერგრაუნდული სტომატოლოგიური კაბინეტები, რომლებიც მდებარეობს მიწისქვეშა გადასასვლელებში. პედიკიური და მანიკიური, მათ შორის მეც მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია ვსარგებლობთ ჩვენი საკუთარი ინსტრუმენტებით, რომელიც მიგვაქვს პედიკიურის გაკეთების დროს და ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელთაც ჩვენ თავს დაცულად გვგრძნობთ. სისხლის გადასხმა. ნუ დავივიწყებთ, რომ მსოფლიოში 92 წლამდე სისხლის გადასხმის პროცედურად ნაკლებად ეთმობოდა გარკვეული მიზეზების გამო ყურადღება, ამიტომ 92 წლამდე ვისაც კი გადაუსხია სისხლი, გარკვეულ რისკ ჯგუფებში იმყოფებიან და ალბათ სავალდებულოც არის ამ ადამიანებმა გაიარონ ტესტირება, გაიკეთონ ანალიზი სისხლზე, სისხლში ჰეპატიტის შემცველობის დადგენისთვის. ასევე ბუნებრივია უსაფრთხო სექსი და უნდა საკმაოდ საინტერესოა უსაფრთხო სექსი პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად არის ჰეპატიტის გავრცელების ფაქტორი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორც წესი არ არის ხშირი სისხლის დაზიანება აქტის დროს. პირსინგი და რა თქმა უნდა ტატუირება,
რომელიც ჩვენ წეგან ვახსენეთ, რატომღაც საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში არ არის მიჩნეული ცეჰიპატიტის გავრცელების გზად. უნდა ვახსენოთ, რომ სწორედ ტატუირების დროს ადამიანი ფაქტობრივად განწირულია, იმიტომ რომ თუ კი თქვენ თუნდაც ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დროს ერთი ჩხვლეტით, ერთი გაკეთებით შეიძლება დაავადეს, მაშინ და რისკი ამ შემთხვევაში 50-50-ია. ტატუირების შედეგად თქვენ რამდენიმე 1000 წერტილოვანი დარტყმა გიკეთდებათ კანზე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში გადარჩენის შანსი ნულოვანია, იმიტომ თუ კი მელანი და ნემსი არის იფიცირებული, თქვენ ფაქტობრივად განწირული ხართ. ამის შემდეგ იმ გზების გადაცემის გზების შემდეგ რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ბუნებრივია აი ეს I don't care, ანუ ის დამოკიდებულება რომელიც ამ ქალბატონს გააჩნია, თავისთავად ქრება, იმიტომ რომ ინექციური ნარკოტიკების მოხმარება ხდება ცეჰიპატიტის გადაცემის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა. მოდით ვნახოთ და ეს კითხვა ალბათ გასამარტია თუ რატო ვკითხულობთ ჩვენ ამას. რა არის ტოლერანტობა? შემწყნარებლობასთან ერთად ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, მოიქეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს რომ მოგექცნენ. რატო ვკითხულობთ ამას? თითქოს არაფერი საერთო ამას არ უნდა გქონდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სტიგმა დისკრიმინაციაზე და ამ შემთხვევაში ძალიან გამყარებულია სტერეოტიპი ვარყოფითი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს შეიძლება დაემართოთ ცეჰიპატიტი, ბუნებრივია მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნაკლებ ტოლერანტული იქნება. ტოლერანტობა ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, ტოლერანტობის უკან დგას ქმედება და ეს ქმედება ბუნებრივია არის გაცილებით უფრო მობიერი დამოკიდებულება იმ პრობლემის შესწავლისა და გააზრების შედეგად, რომელიც ჩვენ გვინდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. რაც ნიშნავს ტოლერანტობა საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის აზრით. მოდით ვნახოთ. წყარო ამ შემთხვევაში არის Sando, ეს არის კვლევითი კომპანია ACT. 34%-მა იცის, რომ ეს არის შემწყნარებლობა. სხვისი აზრის პატივისცემა მიაჩნია 10%, თანასწორობა 4%, არაფერს უბრალოდ მოდური სიტყვა ასე მიიჩნევს 3%. გასხვავებული აზრის მქონეს უფლება გონია 3%, 2% კი გონია ეთნიკური უმცირესობის მიმართ გატარებული პოლიტიკა, ხოლო რაც საინტერესოა 42%-მა არ იცის, რაც ნიშნავს ეს სიტყვა. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 42%-მა არ იცის თუ როგორ შეიძლება გამოვლინდეს ტოლერანტობა. ეს კითხვის ნიშანი ძალიან დიდია, იმიტომ რომ 53%-მდე უბრალოდ არ იცის, როგორც გითხარით, რა არის ტოლერანტობა. 53% მოსახლეობის ხმა უბრალოდ იკარგება იმ ბრძოლაში, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს საედუკაციო კამპანიას გულისხმობ. და რა თქმა უნდა, 53% ქმნის უხმო უმრავლესობას. დიახ, უხმო უმრავლესობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავისი პასიურობით ხელს უწყობს სტიგმა დისკრიმინაციის გამყარებას და რეალურად სწორედ ეს უხმო უმრავლესობა კვებავს ამ სტიგმა დისკრიმინაციას. ალბათ საინტერესოა, როგორ იქმნება თვითონ სტიგმა და დისკრიმინაცია, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ არ ვიცით და ჩვენი არცობიდან გამომდინარე ვამჯობინებთ დუმილს, იმიტომ რომ არავის სიამოვნებს მოახდინოს სხვა ადამიანზე არაკომპეტენტური პირის დაბეჭდილება და ბუნებრივია ამა თუ იმ საკითხზე ურჩევნია დუმილი, ჩუმატყოფნა. დუმილის შედეგად ბუნებრივია ხდება პრობლემის იგნორირება, პრობლემის იგნორირებას კიდევ როდესაც თქვენ სიღრმისეულად არ უდგებით პრობლემას და ძირითადი თქვათ ერთ-ერთი მაგალითი ამისა შეიძლება იყოს ცრურწმენა, როდესაც თქვენ მეცნიერული მიდგომის ნაცვლად, პრობლემის და მეცნიერული მიდგომის ნაცვლად გირჩევნიათ ეძიოთ რაღაც მეტაფიზიკური ახსნა-განმარტებები, მოახდინოთ მისი მისტიფიკაცია, ბუნებრივია ამ შემთხვევაში იგნორირებას მოყვება შიში, ხოლო შიში წარმოქმნის სტიგმას.
და სტიგმა ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს ასრულებდა ეს თავის დროზე და ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ გვეშინია და არ ვიცით ყველა ეს სტადია გავიარეთ და ვიცით, რომ უბრალოდ არ ვიცით საკითხი, არ გვაქვს შესწავლილი ბოლომდე, ჩვენ მისი გვეშინია ხანდახან უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ არაფერი გვსმენია და არ ვიცით მისი წარმომავლობისა და მოქმედების შესახებ, ამიტომ ჩვენ უკვე აპრიორი მას ვსტიგმავთ და სტიგმის შედეგად ბუნებრივია ყოველთვის ვცდილობთ გავმიჯნოთ საკუთარი თავისგან, საკუთარი საზოგადოებისგან, მოვახდინოთ მისი მარგინალიზაცია, შესაბამისად მოვახდინოთ მისი დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია კი ძალიან საინტერესოა, რომ ვლინდება სხვადასხვა სახით, მაგალითად თავის დროზე ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის მიერ გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, თქვენ ხედავთ ერთ-ერთ ამუნარიც ამ ხელშეკრულებიდან, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ დასაქმებული დაავადებულია ტუბერკულოზით, შიდსით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით, ნებისმიერი ფორმის ჰეპატიტით, ონკოლოგიური პათოლოგიით საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, აგრეთვე თუ სამედიცინო გამოკვლევებით ვერ ხერხდება დაავადების დიაგნოსტირება. მუხლით 11.3.1 პროგრამა ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის. ეს ბუნებრივია დაწუნებული ვარ გახსოვთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულების და კონკრეტულად ამ ამუნარების გამო ძალიან დიდი ამბავი ატყდა ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან იყო კონკრეტულად ლაპარაკი იმაზე, თუ კი მაგალითად ადამიანი არ არის მზარეული, რომელსაც აქვს მუდმივად კავშირი მჭრელ ინსტრუმენტებთან და ამავე დროს იგი მისი სერვისი, მისი პროდუქტი გულისხმობს სხვა ადამიანისთვის პროდუქტი, სამხმარებლო პროდუქტის მომზადებას და თანამონაწილეობა ამ პროცესში ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის დიდ საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივ არადაავადებულ სეგმენტს. ამ შემთხვევაში ასეთი ამუნარიდი ხელშეკრულებაში შეიძლება ყოფილიყო ლოგიკური. ვერ ვილაპარაკებთ რამდენად დისკრიმინაციული იქნებოდა თუ არა, კონკრეტულად ამ პირთან და ამ პროფესიის ადამიანთა მიმართებაში, თუმცა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მასწავლებლებზე, უნდა დაგვაუწყდეს, რომ ზოგის აზრით, მათ შორის ჩემი აზრით, ეს იყო დისკრიმინაცია. კანონში ხელშეკრულება ფაქტობრივად არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ადამიანთან მიმდინარეობს შრომითი ურთიერთობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მუხლის მე-14 პუნქტით ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ბუნებრივია კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ ხედავთ, რომ კონსტიტუცია სასტიკად ეწინააღმდეგება და გრძალავს დისკრიმინაციას. მუხლი 38 საქართველოს მოქალაქეები თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. და ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ დეკლარაცია მუხლი 7 ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ეს საინტერესოა. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამღვრელი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ასევე საინტერესოა, განსაკუთრებით მუხლი 26, სადაც სასახად წერია ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიგზავნოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანისფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია დისკრიმინაციის აგზავნის შესახებ მუხლი 14
კონვენციის გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის გარეშე ისეთ საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება, ქონება, დაბადება თუ სხვა სტატუსი. ანუ კანონი უნდა იყოს კედელივით მყარი, რომელსაც ვერ გაარღვევს თუნდაც კერძო ორგანიზაცია, კერძო კომპანია, ბუნებრივია. ყველა ეს მუხლი, ყველა ეს კონვენცია, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, ზოგადად დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელშეკრულებად, რომლის ამუნარედით ჩვენ უკვე წავიკითხეთ, სწორედ დისკრიმინაციული იყო და ეწინააღმდეგება ყველა ამ კონვენციას, ყველა ამ მუხლს, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ. კანონი უნდა იყოს კედელივით მყარი და ის უნდა ქმნიდეს უსაფრთხოების შეგრძნებას ნებისმიერ ადამიანისთვის, იქნება ეს დაავადებული თუ ჯანმრთელი. სტიგმა დისკრიმინაცია, რახან ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, უნდა დაგვაუწყდეს, რომ მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის დეფინიციის თანახმად სტიგმა უპატივცემლობას ნიშნავს. სხვადასხვა ქვეყანაში კი ოდესღაც და ახლაც სამწუხაროდ ნარკოტიკების მოხმარებლებს არ სთავაზობენ ჰეპატიტისგან მკურნალობას, რადგან საყოველთაო შეზღუდვების და მკურნალობაზე მთელი მიუწვდომობის ფონზე მათ არამხოლოდ არ მიიჩნევენ პრიორიტეტულ ჯგუფებად, არამედ საერთოდაც მიიჩნევენ, რომ არ არიან ქმედუნარიანი დაიცვა მკურნალობის დადგენილი ნორმები. ამას გარკვეული ლოგიკა აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანი თუ კი მოიხმართ ნარკოტიკს, ზოგი სახელმწიფოს მესვეურის აზრით მასზე მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური თუ სამედიცინო რაღაც დანახარჯი იქნება არ იქნება მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ მან სხვა წაართვა, სხვა კი ამ შემთხვევაში არის უფრო დამყოლი მკურნალობის პროცესში. და ამის შედეგად, მაგალითად რუსეთში HIV ინფექციის და ჰეპატიტის მკურნალობაზე უარს ეუბნებოდნენ ნარკომომხმარებლებს, რადგან მათ უწოდებდნენ სოციალურად უპერსპექტივო ჯგუფს. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ შეურაცხყოფელი და ცალსახად მადისკრიმინირებელი ტერმინი. სტიგმა დისკრიმინაცია ვლინდება პირდაპირ, ანუ მკვეთრად გამოხატული და ირიბი, ანუ ფარული ფორმით და ის შეიძლება ქმნიდეს მკურნალობისკენ მიმავალ ბარიერებს. გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ვაყალიბებთ პირდაპირ და ირიბ ფორმას, გავიხსენოთ ჩვენი დიდი ცნობილი და ყველაზე საყვარელი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი სულხან-საბა ორბელიანი და ალბათ გასვს მისი იგავარაკი, ენით დაკოდილი და მისი არსიც გახსოვთ ყველას. მოდით ვნახოთ, როგორ ვლინდება ეს ყველაფერი. პირდაპირ დისკრიმინაცია ჩვენ მაგალითად არ უკურნალობთ ჰეპატიტით დაავადებულ ნარკომომხმარებლებს. თუმცა პირდაპირზე, ანუ უფრო უხეში ფორმიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევარბილოთ ჩვენი კომუნიკაციის ფორმა დაავადებულთან და პირები დისკრიმინაცია გავაკეთოთ, მოვახდინოთ, ჩვენ კი გიმკურნალებთ, მაგრამ რადგინდა. რეალურად ამის თუ კი ადამიანი ნარკომომხმარებელია, ჩვენ შეიძლება მათ მივანიშნოთ და მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ კი იმკურნალებს, მაგრამ იმ ცხოვრების წესიდან, რომელსაც იგი მისდევს და აგრძელებს, არ არის მიზანშეწონილი და ბუნებრივად ეს არის წყლის ნაყვა. ამიტომ თუ კი ის თავს შეიკავებს მკურნალობისგან, პრინციპში ამითი არაფერი დაშავდება. პირდაპირ სტიგმა დისკრიმინაციის ფორმა შეიძლება კიდევ ერთი იყოს, მაგალითად ჩვენ ვერ დაგასაქმებთ ეს საფრთხეს შევქმნით დანარჩენ თანამშრომლებს და ირიბი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს თქვენი კვალიფიკაცია. რაც ძალიან ხშირია და სამწუხაროდ ამ დროს ვერ შეედავები დამსაქმებელს, იმიტომ რომ რეალურად მას აქვს სრული უფლება უთხრას როგორც დაავადებულ, ისე ჯანმრთელ ადამიანს, რომ მას არ აკმაყოფილებს მისი კვალიფიკაცია. თუმცა უნდა ვივიწყებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ხერხი, ერთ-ერთი მეთოდი სტიგმა დისკრიმინაციის, რომელიც მაგალითად იგივე დასავლეთში ძალიან ხშირად ვლინდება. სტიგმა დისკრიმინაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო შედეგები იყო, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის ნაციონალური განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტმა 2006 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე რამდენიმე წლის მონაცემია, მაინც საინტერესოა, რომ თავის დროზე სამედიცინო პერსონალი უძღუდავდა ან უარსებობდა მოსახურებაზე ჰეპატიტის გამო გამოკითხულთა 9%-ს, 13%-მა თქვა, რომ ქრონიკული ჰეპატიტის გამო განუდგნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, რაც განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს.
გრძნობს, რომ სოციალურად დასტიგმულია 14% აცხადებს. სტიგმა დისკრიმინაცია სამსახურში გამოვლინდა თავის დროზე. ამას აცხადებდა 21% და რაც სასიხარულოა ნამდვილად 53% აცხადებს, რომ არასოდეს ქონია იმის განცდა, რომ სტიგმა დისკრიმინაციის მსხვერპლია. ალბათ საინტერესო იქნება ამ კვლევის და ამ შედეგის კვალდაკვალ ქართულმა კვლევითმა კომპანიამ თუ არასამთავრობოებმა ჩაატარონ მსგავსი კვლევა ცეჰეპატიტის მიმსწრებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის და საინტერესო იქნება რა შედეგი გვექნება ამ გამოკითხვის შემდეგ. მინდა ამის შემდეგ გთხოვოთ ამოცანა ნომერ 1-ის ამოხსნა. დისკრიმინაციის რა ფორმა შეიძლება თქვენი აზრით გამოვლინდეს ცეჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის მიმართ სამსახურში? ამ ამოცანის გადასაწყვეტად მოსამზადებლად გეძლებათ 20 წუთი. გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რაც ნიშნავს და რაც გულისხმობს ადვოკაცია. სიტყვა ადვოკაცია ითარგმნება როგორც რეკომენდაცია, მხარდაჭერა, არგუმენტირება ან რისამე დაწინაურება. ადვოკაცია ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია პოლიტიკის, კანონებისა და არსებული პრაქტიკის შეცვლაზე, რომელსაც იყენებენ გავლენიანი ადამიანები, ჯგუფები და ცალკეული დაწესებულებები. პიროვნება, რომელიც განიცდის პრობლემის ზეგავლენას, ყოველთვის ვერ ახერხებს ამ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავებას. ამიტომ აუცილებელი ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება და მათი ზემოქმედება, რომელსაც შესწევთ უნარი სასიკეთოდ შეცვლავენ არსებული რეალობა და აღმოფხვრან კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევა და ის სინერგია, რომელსაც ქმნის ჩვენი ერთობა, დაამარცხებს პრობლემას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. თუ კი ერთი ადამიანი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას, ჩვენ შეგვიძლია ხელი შეუწყოთ ამ პრობლემის ნეიტრალიზებას. ადვოკაციის პროცესი შედგება 8 საფეხურისაგან და თანმიმდევრულად რომ გავიაროთ ისი, პირველი საფეხური იქნება ბუნებრივია პრობლემის ან საკითხის შერჩევა, რაც გულისხმობს პრობლემის სელექციურ იდენტიფიკაციას და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთი მეორისაგან პირველადი და მეორადი მნიშვნელობის პრობლემა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა პრობლემასთან ერთდროულად ბრძოლას, შეზღუდული რესურსებისა და თუნდაც კომპეტენციის გამო, ამიტომ აუცილებელია შევარჩიოთ ის ძირეული პრობლემა, რომელიც კვებავს დანარჩენს. შეჩეული პრობლემის ან საკითხის კვლევა და შესაბამისი ანალიზი. ბუნებრივია, ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, თუნდაც პირველ და მეორე საფეხურზე, ძალიან გვაახლოვებს ბიოლოგიურ და სამედიცინო პროცესებთან, განსაკუთრებით მედიცინასთან, როდესაც ექიმი დიაგნოზის დასასმელად ჯერ იკვლევს პრობლემას, შემდგომ კი მას ანიჭებს გარკვეულ კატეგორიას. მესამე საფეხური იქნება ადვოკაციის კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვა. რაში არის ეს საჭირო, ალბათ არ ჭირდება ახსნა არავის, მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და მენეჯმენტის გამოცდილება გააჩნიათ. ეს უნდა მოხდეს იმისათვის, SMART პრინციპით შემუშავება მიზნებისა და ამოცანების, რათა ჩვენ არ მივიღოთ შედეგი და არ ვიხელმძღვანელოთ პრინციპით, რომელიც ცნობილ ქართულ ზღაპარში იყო გახსოვთ, მომიტანე ის არ ვიცი რა. ამისათვის ბუნებრივია უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მეოთხე, ეს არის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი მიუხედავად თავისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციისა, სამიზნე ჯგუფებში ურევს დამხმარე ერთეულს და დამხმარე რგოლს, რომელიც უფრო მხარდაჭერია ვიდრე სამიზნე ჯგუფი და შესაბამისად არასწორად ხდება მის მიერ რესურსების გადანაწილება და ზემოქმედების ბერკეტების გამოყენება, იმიტომ რომ ის ადამიანი და ის ჯგუფი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი და მასთან ერთად ახორციელებდეს ამ კამპანიას, მცდარი მოსაზრების გამო მოიაზრება როგორც სამიზნე ჯგუფი. ანუ მასზე არის განკუთვნილი რაღაც დანახარჯი. მეხუთე, მხარდამჭერთა იდენტიფიცირება. ბუნებრივია, მაგალითად იგივე ცეჰეპატიტთან მიმართებაში საადვოკაცო კამპანიაში გულისხმობ კუნალობის ხელმისაწვდომის პროგრამას, მხარდამჭერთა იდენტიფიცირება არ იქნება რთული, ვინაიდან ეს იქნება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და დაავადებული ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, არამედ სამედიცინო ჯანდაცვის სამინისტრო იქნება
კლინიკები, იქნება სამავტყოფოები და მედპერსონალი, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ამ პროცესის სუფასოვან გატარებას. მეექვსე, საადვოკაციო საქმიანობის განსახორციელებელი რესურსების გამოვლენა. ბუნებრივია, რესურსები თუ არ გამოვავლინეთ და თუ კი არ მოხდა მათი ოპტიმიზაცია, ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შედეგს, როდესაც პისტოლეტის ცდილობენ ციხესიმაგრის აღებას. ამიტომ ბუნებრივია უნდა ვიცოდეთ რა რესურსს ვფლობთ და რამდენად მყარია, რამდენად ძლიერია ეს რესურსი საადვოკაციოდ. 7. მეშვიდე საფეხური, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. ბუნებრივია და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები, უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც გამომდინარეობს ისევ და ისევ მესამე საფეხურიდან, უნდა იყოს ჩამოყალიბებული ადვოკაციის კონკრეტული მიზნები და ამოცანები და ამის შემდგომ უკვე სუფასოვანი გეგმა. და 8. განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და კორექცია. ჩვენ ეს 4 მოვაქციეთ ერთად, ვინაიდან ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვატარებთ რამე აქტივობას, ჩვენ განხორციელების პარალელურად ან მის შემდეგ უნდა მოხდეს მონიტორინგი პროცესების და თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს და პარალელურად შეფასდებოდეს იგი შემუშავებული კრიტერიუმებით და ინდიკაციით, თუ რამდენად წარმატებულად ხორციელდება ეს კამპანია და ბუნებრივია, მხოლოდ აი ამ შეფასების შედეგად მოხდეს პროგრამის კორექცია და ეს პროცესი არის ბუნებრივია ცირკულირებადი, იმიტომ რომ მუდმივად მეორდება განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და კორექცია. თუ კი მიზანი არ არის მიღწეული, თუ კი ამოცანა არ არის ახსნილი, ჩვენ ხელახლა ვახდენთ ამ 4 ფაზის გავლას. მოდით ნახოთ პრობლემის შერჩევა, პრობლემების სელექციურ იდენტიფიცირებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ და თქვენ ხედავთ, თქვათ მეტაფორულად ეს არის ხე თავის ფესვებით და ნიადაგი ნიშნავს ზედაპირს. ეს არის თავისებური მიზეზშედეგობრივი კავშირის დიაგრამა, მაგალითად თქვენ ხედავთ, რომ ხე, რომლის ფოთლებით ეს არის შედეგი, ხოლო ფესვი არის მიზეზი და ზედაპირზე, ანუ ნიადაგზე დგას პრობლემა C-ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა სტიგმატიზაცია საქართველოში. ვიღაცისთვის არ არის აქტუალური, თუმცა ის არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც მონაწილეობენ C-ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის საადვოკაციო კამპანიაში არ დაგეთანხმებიან ნამდვილად. ამ დიაგრამის გათვალისწინებით, მოდით გადავჭრათ ამოცანა ნომერი 2. მოცემული მიზეზშედეგობრივი დიაგრამის მიხედვით შეადგინეთ C-ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა სტიგმატიზაციის მიზეზშედეგობრივი კავშირის ამსახველი დიაგრამა. ეს არ იქნება რთული, მე ვფიქრობ თქვენთვის, თუ კი სამაგალითოდ ავიღებთ ასეთ რამეს, მაგალითად პრობლემა მკურნალობის ხელმისაწვდომობაა, ხოლო მიზეზი არის სიღატაკე და შედეგი ბუნებრივია ყოველივე ამის შემდეგ არის დაავადების ზრდა. მოსამზადებლად გეძლევათ 30 წუთი. ადვოკაციის დროს უნდა ხდებოდეს მთელი საზოგადოებისთვის სარგებლის არგუმენტირება, ხოლო ამ შემთხვევაში იქნება ადვოკაცია ეფექტის მომცემი. თუმცა საზოგადოება შეიძლება მაინც პასიური დარჩეს ამ თემისადმი, ამ პრობლემისადმი 50-50-ზე. ვინაიდან საზოგადოებრივი ჯგუფები იყოფა რამდენიმე ნაწილად, ერთ-ერთი მათგანი არის უნივერსალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურობენ ყველა თემაზე. ამ შემთხვევაში ზოგადად ჯანდაცვა. მეორე ჯგუფი შეიძლება იყოს სპეციალიზირებული ჯგუფები, რომლებიც აქტიურობენ კონკრეტულ თემაზე, მაგალითად C-ჰეპატიტის თემაზე. თუმცა მათთვის ნაკლებ აქტუალური და ნაკლებ საინტერესო იქნება ჰიპერტონიის საკითხი. აპათიური ჯგუფები, რომლებიც პასიურობენ ყველა თემაზე და დემოტივატორი ამ შემთხვევაში არის ისეთი რამ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს მე არ დამემართება, ეს ემართება მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, ეს გადაეცემა მხოლოდ ჰომოსექსუალებს. და რა თქმა უნდა, კონიუნქტურული, ეგრეთ წოდებული კონიუნქტურული ჯგუფები, რომლებიც აქტიურდებიან მას შემდეგ, რაც თემა აქტუალური ხდება მედიაში, ან თემის აქტუალიზაციას ახდენს მედია. ეს განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის და მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმ ბოლოდროიდელი მოვლენების განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც
საზოგადოების გარკვეულმა მერყევმა ნაწილმა, ელექტორატის მერყევმა ნაწილმა გადაწყვიტა ქართული ოცნების სასიკეთოდ ბედი სწორედ მედიაში გარკვეული თემის აქტუალიზაციის შემდეგ გულისხმობ პატიმრების წამების კადრების გავრცელებას და ამ თემის პედალირებას ორი კვირის განმავლობაში. კონიუნქტურული ჯგუფები ძალიან საინტერესოა მედიისთვის და ჩვენთვისაც. მოდით ვნახოთ თუ რატომ არის საინტერესო, თუნდაც იმიტომ რომ 28 ივლისამდე ჯანდაცვის თემისადმი 2011 წლის მიზღვნილ მედია აქტივობაში C ჰეპატიტის პრობლემატიკის ხვედეთი წილი იყო გაგიკვირდებათ და 0. 0% ამ კვლევისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა პიროვნებად თიკო ცომაიას, რომელიც სამწუხაროდ აქ არ არის აღნიშნული რესურსებში, წყაროში, თუმცა ეს სწორედ მისი კვლევის შედეგია. როგორც ხედავთ, ხვედეთი წილი იყო 0% და ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. ტრადიციული მედია ხანდახან განგებ ამახინჯებს ფაქტებს, რათა მოხდეს პრობლემის უვალიერება ან დაფარვა. ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით იმ პროპაგანდისტულ რეჟიმში, რომელიც არსებობდა და ალბათ არსებობს. მეორე, ტრადიციული მედია სოციალური თემების მიმართ ნაკლებ სენსიტიურია და ესეც გამომდინარე იქიდან, რომ ცეკვა თამაში და შოუ ბიზნესი დღესდღეობით ქართულ მედიაში ლომის წილს იკავებს, თუ არა 99% ძალიანად. მედია მიმართავს სტიგმა დისკრიმინაციას, რათა საზოგადოებამ აღიქვას C ჰეპატიტი განყენებულად როგორც ერთი კონკრეტული, ამ შემთხვევაში მარგინალური ჯგუფის პრობლემა. და ამ შემთხვევაში სტიგმა დისკრიმინაცია არის სწორედ ნარკოტიკების მოხმარება, ანუ ეგრეთ წოდებული, თქვათ, ნარკომანების პრობლემად ქცევა, როდესაც ჩვეულებრივი წევრი საზოგადოების არაინფიცირებული და სარიტკო ქცევით არადამახასიათებელი, არაგამოკვეთილი პიროვნება გაუცხოებას გრძნობს ამ პრობლემისაგან. და მეოთხე, მედიას შეიძლება მიაჩნდეს, რომ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის. და სწორედ ამიტომ არ აშუქებდეს ამ პრობლემას. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად გულუწყვილობა და ამ მეოთხეს ნაკლებად მივიშნევდი სანდოთ. თუმცა ეს 4 ფაქტორი განაპირობებს მედიის პასიურობას. ბუნებრივია მედია ხელს უწყობს სტიგმა დისკრიმინაციის არსებობას. იმიტომ რომ მედია სახეხატის შექმნის მიზნით მიმართავს სტერეოტიპიზაციას. უარყოფითი სტერეოტიპი კი უფრო ძლიერია ვიდრე დადებითი, რადგან ადამიანს სამწუხაროდ ჯერა უფრო უარყოფითი ვიდრე დადებითი ინფორმაციის. ამას იმატება ისიც, რომ თავად მედია ავლენს ამ ტენდენციას სამწუხაროდ, რომელსაც მე როგორც PR და მედია ექსპერტი ვამჩნევ წლებია უკვე. უარყოფით ინფორმაციას ის აღიქვამს როგორც news, პოზიტიურს კი როგორც რეკლამას. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, გაიკეთებენ თუ არა ანალიზს C ჰეპატიტზე იმ საზოგადოებაში, რომელშიც არსებობს ძლიერი სტიგმა დისკრიმინაცია, რომელსაც ამყარებს მედია. ალბათ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს იყოს ასე მოხდეს, ვინაიდან როდესაც ჩვენ მუდამ გვაჩვენებენ და გვაშინებენ სახეხატებით კადრში გამოჩენილი დაბინძურებული ნემსით, რომელსაც გაბუნდოვებული პიროვნება მოიხმარს კადრში, ბუნებრივია ჩვენ ისევ და ისევ ვახდენთ ამ პიროვნებისგან და თავისთავად პრობლემისგან დისტანცირებას. მინდა ამოცანა ნომერი მე-3 გადავჭრათ ერთად. ჩამოთვალეთ, რაც შეიძლება მეტი მადისკრიმინირებელი ტერმინები, რომელსაც მედია იყენებს სტერეოტიპიზაციისთვის და ჩაანაცვლეთ ისინი კორექტული დეფინიციით. მაგალითად, ნარკომანი, ნარკოტიკების მოხმარებელი, ინვალიდი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მოსამზადებლად გეძლევათ 20 წუთი. შეგახსენებთ, რომ 28 ივლისი იყო და არის ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. გაიგეთ უფრო მეტი როგორც ამ დღის, ისე ადვოკაციის შესახებ ჩვენი რესურსებიდან. ჰეპატიტის C, G, youtube.com/chhepatitis-g, SlideShare.net, ჰეპატიტის C. ამ რესურსებიდან ჩვენ ვიმედოვნებთ, თქვენ ამოწურავ ინფორმაციას მიიღებთ C ჰეპატიტის შესახებ. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობთ.